საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მისი არჩევის წესის შესახებაც იმსჯელა. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნებზე პრეზიდენტი კვლავ პირდაპირ წესით უნდა აირჩეს. 7 წლის შემდეგ კი პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი დაამტკიცეს. მართლ გუნდში ასევე მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო მოდელის ქვეყნებში პრეზიდენტი არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ არბიტრი უნდა იყოს და ძალთა ბალანსის აღდგენა შტოებს შორის აუცილებელია. უმრავლესობის მოსაზრებებს არ იზიარებენ არასამთავრობო სექტორში და აცხადებენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილება არ უნდა შეიზღუდოს და მისი არჩევის წესიც უცვლელი უნდა დარჩეს. სპეკულაციები რომ გამოირიცხოს და ნამდვილად დავწმუნდეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ემსახურება მხოლოდ დემოკრატიის განმტკიცებას, მხოლოდ ინსტიტუტების გაძლიერებას საქართველოში, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების წესი მაღალი ალბათობით შეიცვლება არა ახლა მომავალი არჩევნებისთვის, არამედ შემდეგი არჩევნებისთვის, ანუ მომავალი არჩევნები ჩატარდება არსებული წესით, ხოლო შემდეგი არჩევნები უკვე ჩატარდება ახალი წესით. საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს არ უნდა ირჩევდეს პირდაპირ წესით მოსახლეობა. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი და ის ლეგიტიმაცია, რაც მას არჩევის წესიდან გამომდინარე აქვს, უნდა იყოს შესაბამისი მის კომპეტენციასთან და იმ უფლებამოსილებებთან, რომელიც ზოგადად საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაში პრეზიდენტს გააჩნია. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტის პირდაპირ წესის არჩევის დატოვებას და იმავდროულად ამ პრეზიდენტს ასევე უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, განსაკუთრებით გარკვეული თანამდებობის პირების წარდგენის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლებამოსილება უნდა შეინარჩუნოს პრეზიდენტმა და იმავდროულად საკონსტიტუციო სასამართლოს 3 მოსამართლის დანიშვნის უფლებამოსილება კონტრასიგნაციის გარეშე, თუმცა ამისთვის შესაძლოა მაგალითად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად პრეზიდენტს შესაძლოა კონტრასიგნაციაც დაჭირდეს